ანგბანდის ხანგრძლივი ალყისას, როცა შუახმელეთში ჯერ კიდევ მშვიდობას უფევდა, ფინარფინის მესამე ვაჟი, აეგნორი, დორთონიონის ჩრდილოეთ ფერდობებს დარაჯობდა. ის იყო ცეცხლოვანი სულის, მაგრამ კეთილშობილი პრინცი. სწორედ იქ, აელუინის წმიდა ტბასთან, მან იხილა ანდრეთი. ადამიანთა მოდგმის მოკვდავი ქალი, ანდრეთი იყო ბრძენი, ამაყი და მოუსვენარი. მათ ერთმანეთი შეუყვარდათ, ისე ძლიერად, რომ ამ სიყვარულს უფსკრულის პირას მიჰყავდა ისინი. მაგრამ აეგნორი იყო ელდარი, უკვდავი, ხოლო ანდრეთი მოკვდავი. ომის ჟამს მათ სიყვარულს მომავალი არ ჰქონდა. აეგნორმა უარი თქვა ანდრეთზე დაქორწინებაზე, იმ მიზეზით, რომ არ ეხილა მისი სიბერე. აეგნორის უფროსმა ძმამ, ფინროდ ფელაგუნდმა, ანდრეთს განუმარტა ორ მოდგმას შორის არსებული უფსკრულის სიმძიმე და ის ტრაგიკული ბედი, რაც ასეთ კავშირს მოხვებოდა. მას შემდეგ აეგნორს და ანდრეთს ერთმანეთი აღარასოდეს უნახავთ. აეგნორი, მრისხანე ცეცხლად წოდებული, დაბრუნდა ჩრდილოეთის დარაჯად. მას არასოდეს ყვარებია სხვა ქალი და არასოდეს დაქორწინებულა. როცა ანგბანდიდან ცეცხლოვანი ქარიშხალი წამოვიდა და უეცარი ალის ბრძოლა დაიწყო, აეგნორი პირველ რიგებში იბრძოდა. ის დაეცა, ვითარცა ცეცხლოვანი მეტეორი და მისი სული მანდოსის დარბაზებში გაემგზავრა. ანდრეთმა დიდხანს იცოცხლა. იგი დაბერდა და გახდა ბრძენი ქალი. მაგრამ მის გულში მუდამ ცოცხლობდა აეგნორის ოქროსფერი თმისა და აელუინის ტბის მოგონება. This is just the beginning. Do not skip the history after Middle-earth. Subscribe to the channel